განვიხილოთ 2025 წლის პირველი ვარიანტის პირველი სავარჯიშო, როგორც ყოველთვის, ის ეხება წილადებს და 10 წილადებს. ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ზოგადად ორი ვარიანტი გვაქვს ხოლმე, როცა წილადები და 10 წილადები ერთად არის შერეული, ან გადაყვავს 10 წილადებში, ან გადაყვავს წილადებში. წილადებში გადაყვანა ყოველთვის არის გამოსავალი, იმიტომ რომ ნებისმიერი 10 წილადი შეგვიძლია წილადის სახით ჩავწეროთ, პირიქით არა, ხო? ნებისმიერი წილადს 10 წილადის სახით ვერ ჩავწერთ, შესაბამისად მოქმედებასაც ვერ შევასრულებთ, ხო? მაგალითად, როცა მნიშვნელში გვაქვს 3, აი ამ შერეულ წილადს ვერ ჩავწერთ 10 წილადის სახით, ამიტომ გამოურიცხოთ, ხო? 10 წიlaდებად რო ვაქციოთ ყველა და ესე ჩავატაროთ მოქმედებები, ზოგს ეგრე ურჩევნია ხოლმე, მე არა. მე ყოველთვის მირჩევნია წიlaდებად გადავაქციო და ისე ვიმუშაო. მოკლედ, პირველ რიგში ყოველთვის რა თქმა უნდა კეთდება ფრჩხილებში მოცემული გამოსახულება. ჩვენ შემთხვევაში 1.35-ს უნდა გამოვაკლოთ 2.2. 1.2 ხო, შეგვიძლია ერთდროულად გავაკეთოთ რამდენიმე მოქმედება, ხო? მაგალითად, პირველი გადავაქციოთ არაწესიერ წილადად და 22.2-ს ჩავწეროთ წილადის სახით. ცხადია არაწესიერი წილადი გამოვა. შერეული წილადი რო გადავაქციოთ არაწესიერ, ამისთვის საჭიროა მთელი ნაწილი გავამრავლოთ მნიშვნელზე და დავუმატოთ რიცხველი, ანუ გამოვა 1 + 5 + 3 8 და ქვემოთ მნიშვნელი უცვლელი რჩება -2.2/1000. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც 2.2/1000 და ეს გადავაქციოთ ახლა არაწესიერ წილადად, ანუ 22/1000, ამ პირდაპირ ერთთლიანი გამოსახულება მძიმის გარეშე, ანუ 22 დავწეროთ რიცხვებში და ქვემოთ ერთიანი და 1 0, ხო? ანუ იმდენი 0, რამდენი ძალიან მარტივად რო შევხედოთ, იმდენი 0, რამდენიც ციფრიც გვაქვს მძიმის შემდეგ, ანუ მარჯვნივ. შეგვიძლია ეს აქვე შევკეცოთ პრინციპში, ეს იქნება 11/5 და უდრის. საერთო მნიშვნელი 5 აქვთ, 800 - 11 არის -3, შეგვიძლია წინ გავიტანოთ, მივიღეთ -3/5. ფრჩხილებში მოთავსებული გამოსახულება აღმოჩნდა -3/5 და ახლა -3/5-ს ვამრავლებთ 3.1/3-ზე. ასე იგი -3/5-ს ვამრავლებთ 3.1/3 აუცილებლად უნდა გადავაქციოთ, აი განსხვავებით შეკრებისგან, როცა მთელი ემატება და ასე შემდეგ, გამრავლების დროს შერეული წილადი აუცილებლად უნდა გადავაქციოთ. არაწესიერ წილადად გვექნება 3x3, 9 + 1 10 და ქვემოთ 3. შეგვიძლია 3-ები შევკეცოთ, 5 და 10 შევკეცოთ, მივიღებთ აქ 2-ს, აქ 1-ს, ერთები შეგვიძლია დავწეროთ, შეგვიძლია არ დავწეროთ და პასუხი მივიღეთ -2. ესე იგი პირველი ნომრის სწორი პასუხი ყოფილა D.